ღმერთმა დააგლოცოთ ძვირფასო მამანო, ძმანო და დანო და მე მჯერა რომ მამა გაბრიელი და ალბათ ყველა ჩვენგანს რომ განიცდის იმ ტკივილს, რომელსაც განიცდიდა თავის დროზე ჩვენი ერის ურწმუნოებისათვის. ის გლოვობდა, მე უშუალოდ ვინც მის გვერდით იყო წლების მანძილზე, ხედავდა მის ლოცვას, მის შრომას, მის წუხილს, მის სიტყვას ისმენდა, თავის თავს მამა გაბრიელის სულიერ შვილად მიიჩნევდა, მათგან მაქვს მოსმენილი, რომ მამა გაბრიელი ძალიან წუხდა, რომ საქართველოში მრავალი მუცლად ყოფი ჩვილის ყვლელობა ხორციელდებოდა. ამას გლოვობდა, ეცრებლით ტიროდა ამაზე და ამბობდა, როგორ უნდა შეგვინდოს ეს ღმერთმა და დედა ღვთისმშობელმა, როგორ უნდა მოგხედოს ჩვენ. რამე თუ მას ხილვაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და აი მისი მეოხებით ღმერთმა მოგცეს ჩვენ სინანული უპირველეს ყოვლისა, მოგცეს გამოსწორება ჩვენი ცოდვების და ამ დიდი ცოდვისაგან თავის დახსნა. მინდა ეს ხატი, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ტომანას მონასტრისათვის და როგორც მოგახსენეთ, რომ მამა მიქაელი უდელმონაზონი ამ მონასტრისაა გახლავთ, რომელსაც თვითონაც ჰქონდა მამა გაბრიელის ხილვა და დიდი ნუგეშინის ცემა მისგან. ეს ხატი გადავცეთ მონასტერს, გადავცეთ სერბ მორწმუნე მრევლს. ეს ხიდი, რომელიც არის არა მხოლოდ როგორც მართლმადიდებელ ერებს შორის, არა როგორც ეკლესიებს შორის, ჩვენსა და სერბეთს შორის, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გამტკიცდება მამა გაბრიელის სერბეთში ჩაბრძანებით და აი ამ კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ამ ხიდის საფეხურის გადებაში ჩვენს თანამემამულესაც ქალბატონ ეთერ ფრუიძეს მიუძღვის წვლილი, რომელიც აგბრძანდება და წამს რომ მამა გაბრიელი სიხარულით ჩაბრძანდება სერბეთში და გაახარებს იქაურ მორწმუნე ადამიანებს.